გაუმარჯოს მეგობრებო, ომარიკო ამერიკაშია. Hello ომარიკო. გესალმებით. ხო, 1-2 დღე დავკარგეთ, რატო დავკარგეთ 2 დღე? არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. არა? აი, მოვიწამლეთ. მოვიწამლეთ 2 დღე, მაგრამ მივდივართ ახლა. ომარიკო უნდა გავზმანოთ. ტელეფონის ნომერი აუღოთ, რო აღარ დაგვეკარგოს ხოლმე. და კიდე რაღაცა არის რა. 2 მანქანით მივდივართ. ვიზმანებით რისთვის? ვიზმანებით. ქორწილებისთვის. ქორწილებისთვის. ხო. დამხმარედ არის რა ომარიკო რა. თან აქ იქნება ომარიკო 2 თვე. ხო და რაღაცა კონტენტები წამოვა, გაიგე შენ, მაგრამ 2 მანქანით მივდივართ, მივყავს პრიუსი და მივყავს ჯიპი. აი თუ რატო მიყავს? თუ გამოიცნობ ვიდეოს ბოლომდე, კომენტარებში დაწერე კომენტარებში. წავალთ ახლა, მივხედავთ საქმეს. დარება ხო იცი მოდი. ბიჭო, ერთი ორჯერ მიტარებია. ბიჭო, აქ დიჟები ვისატარებ, ხო იცი შენ? ხო. ანუ ირმები თუ არა, გზაზე არავინ არ იქნება. გამოვედით ქალაქში ვართ. ნაკალაკებში ვართ. ქალაქში. ომარიკოს უნდა აუღოთ დროებითი ნომერი. ნომერი მინდა, უცილებლად მინდა, მეგობრებო, ნომერი, იმიტომ რომ და მეკარგება ხიოს ემაში გამიგდოს. ხოლმე დაურეკო ლაშას მეთქი ბიჭო. მე რო დამირეკავს მე პოლიციაში დავრეკავ და ეგ ამბავია რა. კაროჩე, შევამოწმებთ ახლა AT&T-ს და T-Mobile-იც არის და თუ არ ვწდები Verizon-ს, რო ყველაფერი აქ არის მოკლედ რა. ხო რა. ისე ომარიკო მოლებს მაგრა დაეხლა ამერიკაში. ვიცი. დიდ მოლებს ასხათაშორის. ხო და ნახოთ ახლა. ხო, ონლაინშია რაღაც. ონლაინი კაია მე, შედი. მადლობა. Go ahead. T-Mobile. Hey, buddy, do you guys have the temporary numbers? Yeah, You do that? you can get a free video. Okay, do you know how much it costs? You can get anywhere from like 35 actually. Okay, from we got- $20 and up. Oh, T-Mobile. Yeah, we open at 11 if you want to come. 11. Okay, all right, sounds good. არის ნომრები. 20-დან 30. ორიგინალ სხოდებაზე 20 და 30. ანუ ალბათ რაღაცა unlimited. ორი ლაშას ვინაცოლა, მაგრამ ფიქრებზე მკიდი აქვს Unlimited ულიტო დასალეკი ინტერნეტი. ინტერნეტი მინდა unlimited. მაგაში გახტებიები მე თითოში $100. მაგაში ესა. ორი თვის მინდა. ორი თვის. ამბობია, ძმართეცხლის ფასია ყველაფერს. იმინა ნაცეცხლა. მაგრამ მომისმინე, მე ახლა მაშინ აგერ არის ATM ბარი იმასაც გამოვიწე. ტელეფონს. ტელეფონსაც გამოვიწე. უთხარი, რას ხდება? ამას არის. ამას ხო. ეს ის აკეტელია ძმა. გულავს რა. მოლია რა. სანა მაღაზიები გაიხსნება, ანუ 11 საათზე ვიხსნებითო და. ანუ და შემოვარდით უცებ. ჭამეთ სენდვიჩები, სუპი მივარტყით. არა, ომარიკო. კი. ომარიკო მორიდებული. შენიერი. მორდებული ვარ? მორიდებული კაცი ხარ შენ. სადათა? სუდათ არის ომარიკო. მოზარი არა. დავთ ახლა ტელეფონს აუღებთ ომარიკოს და მე დავიწყებით რა. მე თემები დაიწყე. მე თემები დაიწყებ. ახლა ერთი მანქანით ვართ. მე ვიქნებით 3. ხსებ რა? მივედით ახლა ტელეფონზე რა. ეხლა ხო გითხა იმ ტიპმა რომ კიო მოდითო ბრატ, რაზეა ბაზარი, პროსტა 11-ზე მოდითო. ხო და მივედი და სად მოხვედითო ბიჭო? მეთქი რა გინდათო? ანუ რა გინდათო? ნომერი არა გვაქვს. მე წავედით AT&T-ში. ავიღეთ ნომერი რა. გადაიხადა 90 დოლარი. $90. ნუ რა სიზავ, საჭიროა და ინსტრუმენტია, გაიგე შენა ამერიკაში. ამათი. ამერიკა და აქ რა უნდა თქვი, ამათი იმნაირიგი. აცარი. დამპლები ესე. ყველაფერში ფულს აკეთებ ბიჭო. თაირი რო ჰაირი ეგეც ფასიანია. შემიგა. დავატი ამერიკა, ნახე ძმა რა მაგარია, ვიძახიან ხოლმე. რა არის მაგარი ჯებისაში. დავალ ომარიკოს დავამშვიდებ ახლა მე იმაში. ჩვენთან ჩამოხვალ ბიჭო, გახვალ ვაგზალზე. კაი, რამდენი მივეცი მე ჩემთან ნომერი რო ავიღე. 70 ლარი მივეცი იქ. ბიჭო, ეგ შენ დაგაგოიმეს მომისმინე ახლა. ჩამოხვალ, გახვალ, აიღებ რაღაცა დებილ ნომერს 5 ლარად და ჩაირთავ ინტერნეტს ძმა, რომელიც თვეში 30 ლარი. კარგად იყავი. სხვათა შორის, ხო, ის სულ მეჩუბებოდა ხოლმე, რომ ნუ გამიზიარე ეს ინტერნეტი და სულ მეუნები რომ ბიჭო ფასიანია გაზიარე. ჰოტსპოტი, თუ ასე. ხო და არა. არა, ეხლა დავრწმუნდი მაგაში, 10 გიგაბაიტი გაქვს ლიმიტი. რო უზიარებ, ეგ unlimited გაქვს შენ და მაგითო. და ჩვეულებრივი unlimited თუ არა გაქვს? ოკეი. მაშინ არ გაქვს მომდენიც რა. აი, ჩვენთან ეგეც ულიმიტოა, გაზიარებ. აი, ეს არის. აი, საქართველოს არის ძმაო, აი, ვენაცვალე რა საქართველოს რა. სამშობლოა სხვა. წავედით ახლა ომარიკოს მანი უყიდეთ. წავედით. პირველ საათზე გვაქვს დანიშნული აპოინტმენტი რა. ომარიკო, ხო, შეხვედრით. ომარიკო გავზმანეთ უკვე. ჯიპი აგერდას, მოვაკითხეთ და ჯიპს. იდეა რა გვინდა? ორ მანქანაში, ანუ პრიუსია 2021-იანი
ეს გამოფიტვაზიანია. 2021-იანი და ჩემი ჯიპი არის 2008 წლიანი. კი ბატონო. ნუ, პრიუსი რო შევაფასე ონლაინში, მითხრეს რომ სადაც 17000-მდე მაძლევი. ორივე მანქანა გამოსყიდულია, ანუ არაფერი გადასახდელია მანქანებზე არ მაქვს. ჯიპზე დაახლოებით 8-დან 10000-მდეა და სადაც მივდივართ ახლა, ჯერ არ ვიტყვი მაინც, სად მივდივართ. იმ კონკრეტული ბრენდის ავტომობილი თავაზობს ასეთ ფასდაკლებას. ანუ შენ მანქანა რაც ღირსო, იმაზე $2000 მეც გადაგიხდითო, თუ ტრეიდი გინდაო, ანუ გადასვლა თუ გინდაო რა. ხო და ჩემი იდეა არის, რომ ამ ორ მანქანაში ავიღო $25000. სუბთა $25000. მაგრამ რადგან ტრეიდია და თვითონ მანქანაში $2000 მეც მაძლევენ, ახლა $29000 ვერ მოთხო, ახლა არ მომცემ. 27-ს ვეტყვით, რომ 27-ს თუ მომცემ, ინგლისური არჩენი. არჩემ, not my not yours. ხო და 27-ს თუ მოგცემ, ვაკეთებთ მოკლედ ვიყიდით ახალ მანქანას. თუ არ მოგცემს 27-ს, ხო შეიძლება იწვალოს და 25-ზე ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ გვაწყობს, ვითომ შეწუხებულ სახეებს შევიწუხებთ. ეს რა მითხრა. ეს რამე მაიცა მე ლაშანტრის წამოდი დავფიქრდეთ დავრეკავ და რა სცენებს დავდგავს. ხო. რო შევეცოდოთ იმათაც და. ხო, კაი, მოდი 25 ნახევარს მოგცემო რაღაცეები, მაგრამ 25-ზე დაბლა არ ჩამოვდივართ. ეს არის იდეა. თუ ჩვენ $25000 ვერ ავიღეთ, მაშინ, ნუ, არ შედგება ეს დიალი და თუ ავიღეთ $25000, თუ რა შედგება მერე, მაგას მერე ნახავ რა შენ თვითონ. რა თქმა უნდა, ახლა ეს ვიდეო სუბთა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გადამიხდიან ამაში. თუ გადამიხდიან საკმარის, ხო ნახავთ რაც მოხდება და თუ არ გადამიხდიან საკმარის, სავარაუდოდ სადმე დავждები და გეტყვით რომ კარგ ბრძანდებოდეთ და შვიდობით. ეს იყო მთელი ვიდეო. ეს იქნება მთელი ვიდეო. ანუ ეგ არის რა, წავით ახლა. წავით. slow driver-ია. slow driver-ი კი არა ვარ ბიჭო. შენზე ვფიქრობ რომ რაღაც არ დამაჯარიმონ რაღაც. ჩემზე აზე ფიქრობ. შენი მანქანაა ძმა. შენი პრავა. ეგეც მართალია, კაი წავიდეთ. დავაი. მეგობრებო, გადავწყვეტეთ, რომ შევცვალოთ მანქანები და ვიყიდოთ pick-up-ი რა. ნუ კონკრეტულად ამას ვიტყვი თუ არა არ ვიცი, მაგრამ test drive-ზე წავიდეთ. ახლა ეს გახავთ 2025 წლიანი Tacoma სპორტი. შესანიშნავი მეგობრებო. თავის მონიტორები და ამბავი. ხო, თუ წავიყვანთ სახში უფრო დეტალურად განახებთ, ახლა მგონი აზრი არა აქვს ამის ჩვენებას, მაგრამ წავიყვანთ ახლა და გავტესტავთ. წავიდეთ. You have CarPlay in the Prius right now? Yes. Alright, CarPlay is going to be wireless now as long as you got the Bluetooth, everything from your phone you can put on the radio. You have the nice 14-inch screen, heated steering wheel, heated seats for driver, heated seats for passenger, and then your climate controls are going to be the dials. How about the back window? Is that coming down or not? It slides open. Yes, slides. Yep. Slides open. Sunroof. One touch. Open. Yeah, I'm not a big fan of this. No? I never use it. My wife loves it. One touch close. What else we have here? Auto dimming mirror, the garage door openers. All of the safety features that you have in the Prius, you have in this. They added drive assist. What drive assist is, if you put the cruise control on and the lane assist, it'll turn the steering wheel for you if you come up to a curb. Okay. So it pretty much drives itself, but every couple minutes it's gonna tell you hold on to the steering wheel. Alright, should we go? Yeah, make a left. And then you got powered seats for passenger and driver. Okay. Then you got blind spot monitors on the mirrors. Okay. Before, last year's Tacomas, the 2020. Is this the last year? That one? Yeah. That's the old generation. This a fourth one, right? Or this a fifth? These are fifth. Holy shit. That's, Yeah, I got a quick get up. I like that. Man, it's so different than Prius. You got 3 different drive modes too: Eco, Normal, and Sport. Right now we're in Normal. Okay. And then to switch it to Sport, there's the dial here. Okay. And it's a 4x4 if I need to, Yep. right? Otherwise it's a rear drive. Rear wheel. You're good. Yeah. Last time the guy told me that. He didn't make it home that day. Oh yeah.
there's no way we can. Listen, you don't have to sell me this car. I'm buying it. If we can make the numbers. Okay? I was thinking and მოკლედ მეგობრებო, ხლად ისეთი ვერ მივიღეთ რა შედეგიც გვინდოდა ჩვენ. ანუ, როგორც აღვნიშნე თავიდან 25000 ხო? კი. დაჟე 27-დან დავიწყებ მე, მაგრამ ვინ მოგწევს? ის უთხარი რატო არა რა? ხო, ის სხვა ვერსია მანქანა იყო. მოკლედ მანქანა რომელსაც უყურებდით ღირდა $44000. სხვა კომპლექტაციის. სხვა ანუ base რო ეძახიან რა, არაფერი რო არ აქვს. საბაზო რა. მაგრამ ეს ღირდა 57000. მოკლედ მოხდა ესეთი რაღაცა რა. ომარიკომ შევიდა დაელაპარაკა თემები და მოკლედ ამაზე დაგვიკლეს $5000 და ჩემ მანქანებში მოგწეს $22000. ანუ ხლად ისეთი ვერ გამოვიდა ჩვენ მაგრამ მაინც კაი. მაგრამ მაინც კაი დიელი გამოვიდა მეგობრებო. მანქანა ძალიან გახლავთ 2025-იანი გავლილი 40 0, ანუ 0-ია გავლილი. აი ესე გამოიყურება გახლავთ Tacoma iForce Max-ი, ეს არის დამატებითი მოტორი, რავი, ჰაიბრიდის ვერსია, მაგრამ ჰაიბრიდის არ არის. ანუ გეხმარება თუ რამის გაწევა გამოწევა გინდა ამაში. ავიღეთ სპორტი, ვაპირებდი off-roads, მაგრამ მე ვიფიქრეთ და სპორტი მაინც ჯობია. და რავი, ასე გამოიყურება. ომარიკო რა სიტყვაში? უშესანიშნავესი, ვაშა. ჯერ ნახე ბიჭო რა ვიდეოში. ომარიკოს რა ვიდეო აქვს? რა იყო რა რევიუს აკეთებ რამეს? არა, ბიჭო შემაწუხა მზემ. აჰა. რა ვიცი მეგობრებო, რა გადაეწუნება? ესე სიმართლე გითხრათ მე off-roads ვაპირებდი. და ამან დამიჩა. ხო გითხრეს. ამან დამიჩა. თან აი ეს off-road-ზე შენ დადიხარ. ო რა. მოკლედ ასეა. ძალიან ლამაზია. და ესა კიდე მაგრამ მუსიკა გინდა უცებ. აი ლაშებს გააკეთებს ამის ალბათ reviews ცალკე მაგრამ. Reviews. აი ესე უცებ ჰოპა უცებ რა. Let's go. და სპიკერი გაქვს. აი ეს ღირდა რამდენი? აუ 60000? 60000. არა, მაგარია ბიჭო. ო, თან მთლიანად JBL სისტემა რა, sound სისტემა. ასე რომ ხმაც კარგი უნდა გქონდეს. Test drive-ი, ლაშო. გაიარა, ასე ვთქვათ, გაატარა, გატესტა. ხო მოგიწონა ბიჭო. კი, იყო. ყველანაირად. ხო, აღმართზე, ხო, გზაზე. ფერს გავამახვილოთ ერთი ყურადღება. ანუ ადგილზე მე ცოტა სხვაფერი მინდოდა, მაგრამ ადგილზე ეგ არ ყავდათ. ამიტომ ნუ ეს ავიღეთ რა. რაც არის ეგ არის. აიო. წავალთ ახლა წავიყვანთ სახში და მე რავი. გააგებიოთ, ნახე რაც გავს აქაურობ ორი მანქანა დავცალე მეგობრებო. რა ვიცი. დავალაგებთ მე და გამოვიყვანთ გასატესტად რა. ან გზაში და გელაპარაკებით რა. მოგლეთ მეგობრებო, დავიძარით სახლისკენ. ლაშა მაგარ გასწორებულშია. არის ჩვენთან ერთად არის. ვარო. და მოგლეთ, რავი ლაშა, აბა ეხლა შენი შტაბ-შტილებები გაგვიზიარე რა. საკაიფო. პლუსიდან ამაზე, რავი, ახლა ცოტა ისეთია რა. ზარია. არა, ძალიან მაგარია, ძალიან მშვენიერია, რა ვიცი. რა თქმა უნდა, ცოტა ხანი დამჭირდება რომ გავარკვიო რა არის. მიჩვევა გინდა კიდე, გაბარიტებზე მით უმეტეს. ой, აი, თან აღმართ დავდივარ და რავი, საკაიფო დადი შეჭა. მე ვნახოთ. ესე გამოიყურე ელექტროსპიდომეტრი, ანუ ციფრული რა. ციფრული. ნუ აქ ტელეფონების დამტენები და შემდეგ ამას უკვე აღარ ვახსენებთ, უკვე ვახსენე, მაგრამ არ გავამახვილებთ ყურადღებას. ძალიან ბევრი ჩარჯერი, fast charger-ი. ამი რა. ნუ ერთადერთი მინუსა თუ შეიძლება ჩაითვალოს არ მოუწეს რა ვეხორცე ის მომეცდები ქავერი. უკან გადასაფარებელი ხო? ღორები ბიჭო. $1500-ია, წადი Amazon-ზე უფრო იაფადი ყიდე უკეთესია. აჰა. აი ბატონო მე ვთქვა. ანუ ეგ უნდა იყიდო. всё, ეგ ზაგიდელია. ისა კარგად ხოვივაჭრე ომარიკო. კი, მაგარიც. იმენა არ დაუთ. იმენა რას ლაპარაკობ? ამის მეს დაგიკელი რა ვიცი. ანა. კი. საკაიფოდ ვივაჭრეთ. პროცენტულადაც კაი პროცენტი ავიღეთ ისა. სესხი. ანუ Toyota იძახდა რომ 72 თვე უნდა ვიხადო და 4 და 99-ში მომწეს სესხი. ანუ ეს კონდათ იმაზე რა, გამოქვეყნებული რომ თუ კაი კრედიტი გაქვს, კაი იმას მოხდა. ისტორია, კრედიტ ისტორია. ну რავი რა, დაანჩეს დრო გვაჩვენებს. აი ხვალე კიდე გზაზე მივდივართ და ასე თუ ისე შორ გზაზე. პლუს მინუს. ხო, პლუს მინუს რა.
ნახოთ აბა. ნახოთ რა, მე მომწონს მაგა. ნუ ფერი არ ვიცი. დამიწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა ეს ფერი. ვერცხლისფერი. ვერცხლისფერი. ანდრიამ ნახა და მაინც ბედნიერი ვერ დარჩა ამ ფერით, მაგრამ ნუ რაც არის ეგა. რასიზა რა ვარ? ვერაფრის. შენ ხომ მოგწონს? ხო, თეთრი ფერის მანქანა აბა ცხოვრებაში არ მომწონდა და მაიძულეს რომ მევლო თეთრი ფერის მანქანა. პრიუსი? პრიუს. მომენატრა. ოღონდ წავედით საჩი და მე რა ვიცი, დავლაგდებით რა, ამბავი საქმე. დაგიბრუნდებით რა, სახლიდან. სახლიდან. ეგ გამოირთო. აი ხა ჩაირთო. ეგ რაებია? უმანიკებს რო ეძახია. თუმა. ოკეი. რა ვიცი, საკაიფოა რა. მინა მაგრა დასწორებს. მოგლედ მეგობრებო, მე არ ვიცი ამ ვიდეოდან რა გამოვიდა მარკოს. კაი გამოვიდა. არ ვიცი რა გამოვიდა. ნანახი გაქვს, შენ უყური ამ ვიდეოს. ძალიან დიდი დრო დავკარგეთ ამ მანქანის ამბავში, მაგრამ თავარია საქმე გაკეთებულია. მეტი უფრო დეტალები ამ მანქანის შესახებ. ხვალ ზეგ რო გავატარებთ. ხო, მე დავდებთ მაგ იმას დასკვნას. ახლა რანაირად ცალკე ვიდეოს მე ვუძღვე. ცალკე ვიდეო და არა მგონია, მაგრამ მაგრამ ერთ-ერთ ვლოგში იტყვი. ხო. მე სადღაც შემდეგ ვიდეოში გეტყვით რა. ან იქნება რამე იქნება, მან გეტყვით. ხო და ხოლმე მემზადები ჩვენ საქორწინოთ რა. ომარიკო პირველად მოდის ახლა ქორწილის გადასაღებად და ნახე შეშინებულია ცოტა. მე? ხო? რა თქმა მეძინება. ეძინება და რეჟიმი ჯერ ცოტა დალაგებული ვერ მაგაიგე. 8 საათის ხოლმე მაინც თავსაშუა. ომარიკოს არხი აღწერაში იქნება, რაღაცეებს გეგმავს. დღეს რაღაცა სათვალეები ეკეთა. არ ვიცი რატო ეკეთა, მაგრამ რაღაცა გადანახავ რა, რატო ეკეთა ეგ სათვალეები. რა არის ვაფშე ეგ სათვალეები. კიდე რაღაცა რევიუები და რაღაცეები მე მგონი პისის აწყობას უნდა. ჩემთვის. ხო და მოკლედ ომარიკოს არხი აღწერაში იქნება. რა თავარი ეხლა ლაშორდის არხი და გამოვიწე. ხო, სხვა გზა არ არის ახლა. მადლობა ომარი, რომ შეახსენე მაყურებელს, მაგრამ არა აშვებიან ხოლმე. არო, შენი არხი სად არის ძმა? Where's your channel? Do you have YouTube channel? No. No? No. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ იყავით. იმედია დაალაიქეთ, გამოიწერთ და რავი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. Peace amigos. Peace amigos. Peace. არა, peace amigos.